დავიწყებ სტრატეგიის დაწუნებით ის ნაწილით, ის რაც ბატონმა გებუაძე ბრძანა შემაჯამებლად, მან თქვა, დაემუქრა, ეს იყო მუქარა, ისინი მხრიდან აი ეს სტრატეგია არ გამოგადგებაო, ამაში გულისხმობდა რასაკვირველია იმას, რომ რატომ არ აღიარებს ზია მაღლობელი, რომ მან ჩაიდინა თავდასხმა პოლიციელზე 353 კილომეტრის თვალსაზრისით. ეს ხაზი იყო ზუსტად იგივე, რასაც სახელმწიფო სპიკერები ამბობდნენ ამ თვეების განმავლობაში და არაერთი კომენტარია, რომ ჯერ მოინანიოს და მერე ვილაპარაკოთ. ზუსტად ამაზე საუბრობდა ბატონი გრებუაძე, რაც ჩემთვის სამართლებრივად გაუგებარი იყო. არაერთხელ გავისვა ამას ხაზი, რომ ეს დამოკიდებულია რამენზე და ეს დაცვის სტრატეგია არ გამოგრადდება იმისთვის, რომ განთავისუფლდეთ. ანუ რასაკვირველია, ეს არის მუქარა. მუქარა, ანუ ამაში იკითხება მუქარა და ასე წავიკითხე მე მისი კონტექსტი, მაგრამ ეს რა ხდება ასე ვთქვათ, შემაჯამებელი შეფასება, ყველაფერი აჩვენებს და ნუ ეს პროცესი ანუ ეს იყო მინიშნება ბოდიშის მოხდაზე, როგორც იმავე ხაზის გაგრძელება იყო, მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეხლა ამ იდეის ავტორი, ასე ვთქვათ, მონანიების ავტორი ბატონი გრებუაძეა, არა რასაკვირველია. უბრალოდ ის იმეორებს იგივე, ასე ვთქვათ, ხაზს, რასაც მზიასთან დაკავშირებით მთელი სახელმწიფო მანქანა, სახელმწიფო სპიკერები არაერთი განცხადება და არ გაჩერდა ეს განცხადებები იქამდე ვიდრე თავად მზიამ არ მიმართა სასამართლოს გულში, მაინც არ გაჩერდა ეს ასე ვთქვათ სახელმწიფო რიტორიკა მის წინააღმდეგ, ორკესტრირებული ქმედებები, თქვენ როგორ გონიათ? აი ეს ზადაგზა რომ ახსენდებათ საპოლიციო ძალადობა როგორ შენიხონ ერთი სამართალდარღვევის ოფლი მეორე სამართალდა ზადაგზა უნდა თავები დამარხონ, თავები ასე არ იმარხება, ამის დიდი გამოცდილება მაქვს. მთელი ეს საქმე ემსახურება ზიას წინააღმდეგ განხორციელებული sapolicio ძალადობების გათეთრებას. ზია არასოდეს არ უარყოფდა მინდა რომ მაყურებელმა არაერთხელ ვისაუბრია ამაზე, ანუ მოქმედებას არავინ არ უარყოფს და ეს ქმედება ჩადენილია და ვიზუალიზირებულია. მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ რა არის ეს სამართლებრივად და მთელი ამბავი რაშია იცით? აი ამავე ქალაქში დადის პოლიცielis სახელით და გვარით მის პერსონალურ ინფორმაციას ამ წუთას არ გავაჟღერებ და ჟურნალისტებს არ გაუკვირდებათ, არ გაუცნელდებათ მისი დარჩენა და ბატონი გრებუაძის თანაშრომელი სხვაჩობის ის პოლიციელი უბრალოდ ძალიან ქვედა ჩინია და სწორედ ამიტომ ბატონი გრებუაძის ლოყა სამართლებრივად მეტიხის და იმ ძალიან ქვედა ჩინს სწორედ ერთ-ერთი მანიფესტაციის დროს ერთ-ერთმა სამართალ დამრღვევმა, რომელიც ჯერ მას აგინებდა, აყენებდა შეურაცხყოფას, ამის ვიდეო კადრი არსებობს იმავე საქმეში და მე აიღო და ბოთლი რეკა თავში. ამ პოლიციელმა მიიღო რასაკვირველია დაზიანება, გემატომები თავის არეში და ამ საქმეზე სასამართლომ თქვა, რომ ეს არ არის თავდასხმა სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლის თვალსაზრისით. აჭარის სხვა საქმეებზე რომ არ ვისაუბრო, აი ეს საქმე არის მზიას ბრალდების საქმის 1000-ჯერ უფრო მძიმე ვერსია, აგინებდა, შეურაცხყოფას აყენებდა, მერე მიაყენა დაზიანება თავში ბოთლის ჩარტყმით და ირთვა სასამართლომ არ არისო, ჩვენ იურისტები ვართ აქ და კვალიფიკაციაზე ვსჯელობ. ზუსტად ამას ვამბობ. გრებუაძისთვის სახეში გაწნული სილა, ემოციური აღქმების და მიუხედავად არ არის თავდასხმა პოლიციელზე, რაც მიმართულია მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ. მან თქვა, რომ ტკივილი გამიცადებდა შესაძლოა კვალიფიკაციისთვის ამას ცხადია აქვს ნულოვანი მნიშვნელობა. მაგრამ თავდასხმა ეს თავდასხმა იყო ჩვენზე როგორც პოლიციელზე. აი ნახეთ, იმდენად მოქმედება არაფერი არ არის არაიურისტებისთვის რომ ავხსნა. ზიანი არ არსებობს. ნახეთ, ზიანი არ არსებობს, ნულოვანიც კი. სისხლის სამართალი ასე ვთქვათ, ითვალისწინებს სისხლის სამართალს აინტერესებს მხოლოდ ის ქმედება, სადაც ფიზიკური ზიანი არსებობს. სხვა არ აინტერესებს, ემოციური სტრესები და ტრამვები არ აინტერესებს, თუ არ არის ფიზიკური ზიანი. მithumetes თავდასხმის შემთხვევაში იქ კანონმდებელი მოიაზრებს ძალიან მძიმე ქმედებას. აი პოლიციელს მისი საპოლიციო ფუნქციის განხორციელებისასაც, როდესაც ესხმიან თავს, ის მუხლი უფრო მსუბუქია. ვიდრე ეს მუხლი, რომელიც ამ წუთას მზიას აქვს აღდგენილი. ამიტომ სასამართლო პრაქტიკაში არ არსებობს ერთი პრეცედენტიც კი, სადაც ამ ტიპის ქმედება, ანუ სახეში გაწონული სილა, რომელსაც არ აქვს არანაკაწრი, რაც არ უნდა ეხლა მძიმე ისაუბროს დაზარალებულმა, რომ
მძიმე ის იყო ასე ვთქვათ სილა ნებისმიერი მძიმე ინტენსიური ქმედება ტოვებს კვალს ხოლო ესაც მეანიშნავს ხო რომ ტყივილი იყოს წამიერიო აი ამ საქმის პაროდია არის ის უბრალოდ რომ დაზარალებული არის მაღალი ჩინის პოლიციელი წეღავი რომ ამავე დროში გადის დაბალი ჩინის პოლიციელი რომელსაც თავში რეკეს ბოთლი მაგრამ სასამართლომ თქვა რომ ის არ არის და თავდასხმა პოლიციელზე, მაგრამ ამ შემთხვევაში დაზარალებული იყოს ბატონი დებუაძე და მისი ლოყა, სადაც ნულოვანი ზიანია, სასაცილოა, პაროდია, მე თუ მკითხავთ, არ ვიცი ეს საქმე ემსახურება მთლიანად პოლიციის ავტორიტეტის, კატივის და ღირსების დაცემას, რაც შეიძლება დაგვა. თავად როგორ თქვა, ხომალდი, თუ პასუხ ამ შეკითხვას, იყო თორე ის თავდასხმა პოლიციაზე. ვერანაირად ვერ იქნება თავდასხმა პოლიციაზე, ცდილობ ისეთი მაგალითების თვითონ დებუაძემ განაცხადა სტომის. დებუაძემ განაცხადა, რომ ეს იყო თავდასხმა. გასაგებია, რომ დებუაძემ ეს სიტყვა მის ლექსიკაში შემოიტანა მერე, არა პირველი დაკითხვებისას. ეს სიტყვა შემოიტანა მერე, გასაგებია, ჩვენ მკითხეთ, რომ რა თვალსაზრისით ახლა მე დარწმუნებული ვარ, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით მან არ იცის რა არის თავდასხმა. არ ველოდები ახლა რომ მას ამის ცოდნა ჰქონდეს, მაგრამ მან იცის, რომ უნდა იძახოს ეს სიტყვა თავდასხმა. ეს პოლიციელები ამ სიტყვას იძახიან თუთიყუშებით, მხოლოდ შემდეგ უკვე გამოძიების მეორე თვიდან და არა თავიდან. ვინაიდან თავდაპირველ დოკუმენტებში ისინი ამბობენ, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ფიზიკური შეურაცხყოფა გახლავთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დასჯადი ქმედება ყველაზე მძიმე შემთხვევაში. სწორედ ეს არავინ არ ამბობს, რომ ხო თუ და იქაც უნდა ამტკიცოს პოლიციელმა, რომ მისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამო მიაყენეს მას, თუმცა ჩვენ აქ ვისაუბრეთ რამდენ sapoliciო ძალადობაზე, ხო? და ამ საქმისთვის დიაგნოზი გახლავთ, სწორედ ეს, რომ ამ საქმეში იყო არაერთი მტკიცებულება, არაერთი დაზარალებული საუბრობდა რომ მასზე პოლიციელმა განახორციელა, მათ შორის ბატონმა დებუაძეზე მიუთითებდნენ, ფიზიკური ძალადობა და სიტყვიერი შეურაცხყოფა, დოკუმენტები იყო წარმოდგენილი დაზიანებებთან დაკავშირებით და სახელმწიფო ბრალდება ნაცვლად იმისა, რომ ამასთან დაკავშირებით გამოძიება დაეწყო დაუყოვნებლივ, სახელმწიფო ბრალდება მიზრუნა იმაზე, რომ ამ საქმიდან ამოიღოთ ეს მტკიცებულებები და გადაეყარათ. წარმოგიდგენიათ ამ პროცესში სახელმწიფო ბრალდების როლი და დანიშნულება. ანუ სახელმწიფო ბრალდებას გონია, რომ ბატონი დებუაძის ადვოკატები არიან. არა, ისინი საჯარო ინტერესებს როდესაც აგინებს ზიამაღლობას და არაერთი ჩვენ წარვადგინეთ. რა იყო ამაზე დებუაძის გარდა იმისა, რომ ჩვენ სხვაზე არ ხონდა ჩვენ ფაქტობრივად აღიარა, ხო, რომ ის სიხმა თავიდან ბოლომდე. დიახ, ხო, მას რა უჭირდა ეთქვა, იმიტომ რომ მას იმდენად სპეციფიური ხმა აქვს. მართლა ხო ძალიან ნებისმიერი ადამიანისთვის ცხადია, რომ ეს მისი ხმაა. მე მას არ ვიცნობდი და მისი არაერთ ჩანაწერი რომ მოვისმინე ეჭვი ამეპარებოდა ეს მისი ხმა, და პროცესზე ადამიანი საუბრობდა და ყველას ესმის რომ ეს მისი ხმა, თუმცა მას თქვა რომ ნუ ხო გავს ჩემ ხმას. პრინციპში აღიარა, მაგრამ თქვა რომ აი თუ ჩემი იქნებოდა, მაშინ ამას ვიტყოდი ამ თვალსაზრისით, თუ ჩემი იქნებოდა, ამას ვიტყოდი იმ თვალსაზრისით, მაგრამ ხო, ვერ ვარ ხო რომ ეს მისი ხმა არის, თუმცა მან ასე ვთქვათ, თავისი ვერსია კი შემოგთავაზა, მაგრამ ამ ვიდეოში ბოლომდე არ უთხოვდა სამწუხაროდ. და ამ ვიდეოში მისი ფრაზები სხვაგვარად მიდის და პირდაპირ მუქარა ზიასთან დაკავშირებით და ამიტომ ბოლომდე ვიწყებინა ვიდეო ეჭვებარება რომ დაეთანხმება.